მოგესალმებით აპოლონე სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი და ყველასთვის საყვარელი დამცხვარი ნაპოლეონი მოვამზადო. რომელიც მზადება ფენოვანი ცომით და არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი. პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ფენოვანი ცომი, რისთვისაც გვჭირდება ძალიან ცივი ინგრედიენტები. ეს არის 350 მl ცივი მაცივრის წყალი, 1 კილოგრამი ფქვილი, რომელიც მქონდა აგრეთვე მაცივარში, 800 გრამი კარაქი, ალტერნატივი მარგარინი, რომელიც მქონდა დაახლოებით 1 საათი საყინულეში, 2 ცალი კვერცხი, 1 ჩაის კოვზი მარილი და 2 სუფრის კოვზი ძმარი. ეს არის ფენოვანი ცომი, რომელიც მზადება სწრაფი მეთოდით. ამისათვის ძალიან ცივი ინგრედიენტებს, როგორიც არის ფქვილი, რომელიც კიდევ მაცივარში მოვათავსებ თასში და ზედ დავახეხავ კარაქს. კარაქი მქონდა მე დაახლოებით 1 საათი საყინულეში. უნდა იმოქმედოს სწრაფად, რადგანაც ხელი სიმხურვალე დროთა განმავლობაში კარაქს ადნობს. დახეხილ კარაქს და ფქვილს აურევ ერთმანეთში და შევეცდები რომ გავაფხვიერო. აურიეთ და გააფხვიერეთ ისე რომ კარაქი არ დაისრისოს, არამედ დარჩეს ისე ცივი. ესე გამოიყურება ბოლოს ფქვილი და კარაქი. არსებობს კიდევ მეთოდი გახეხვის გარეშე, თუ როგორ შეურიოთ ფქვილს კარაქი ისე რომ არ გადნეს. და ამისათვის ჩემს ფქვილს, რომელიც იყო მაცივრის ტემპერატურის, მოვათავსებ სამზარეულოს მანქანაში და ვუმატებ კუბიკებად დაჭრილ ძალიან ცივ გაყინულ კარაქს. დავუკვირდით იმას, რომ მასა ეტეოდეს კომბაინში, რადგან ხშირ შემთხვევაში კომბაინი არის პატარა და როგორც ხედავთ, ესე დავანაწევრე შემდეგ მე კარაქი. შემდეგი რაც გავაკეთე, ის იყო რომ ცივ წყალს დავუმატე მე ძმარი, მარილი და 2 კვერცხი. გავხსენი კარგად ერთმანეთში და რაც მთავარია, ინგრედიენტები იყო ძალიან ცივი. თასში სადაც მოათავსეთ უკვე ფქვილი, გააკეთეთ რღმული და გამზადებული წყლის მასა ჩაასხით და მოათავსეთ შუაგულში. წყალს ნელ-ნელა შეაზელეთ ფქვილი. ძალიან ბევრი ზელვა არ ჭირდება, არამედ ესე ფრთხილად, ისე რომ ძალიან არ გადაზილოს ცომი, შეცადეთ რომ მიიღოთ ერთიანი მასა. როდესაც მიიღებთ ერთიან მასას, გადაიტანეთ შემდეგ სამზარეულოს პარკზე. მოვათავსე მე ცომი სამზარეულოს პარკში და მივეცი 5 კუთხედი ფორმა. იმოქმედეთ სწრაფად, რომ კარაქმა დნობა არ დაიწყოს. შეკარეთ ყველა მხრიდან კარგად, რომ ჰაერი არ შევიდეს და მოათავსეთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი. დაახლოებით 2 საათის შემდეგ გადმოვიტანე ცომი ჩემს სამუშაო დაფაზე, გავყავი შუაზე, რადგან არის დიდი და განახებ თუ როგორ გამოიყურება შიგნიდან. ცომს რომ მქონდეს კიდევ უფრო მეტი ფენა და იყოს უკეთესი სტრუქტურა, შევეცდები რომ გადავკეცო რამოდენიმეჯერ, რომელიც არის მხოლოდ 5 წუთის საქმე. ცომს გავაბრტყელებ სასურველ ზომაზე და შემდეგ გადავკეცავ ჯერ ერთი მხრიდან, შემდეგ კი მეორე მხრიდან. ცომს შემოვატრიალებ და ესე სიგრძეზე გავაბრტყელებ. წინასწარ გავასწორებ ყველა ნაპირს. ამ გაბრტყელებულ ცომსაც გადავკეცავ უკვე
3-ჯერ. გადმოვკეცავ ჯერ გვერდებში და შემდეგ უკვე გადავკეცავ შუაზე. გავასწორებ ყველა მხარეს, რომ იყოს თანაბარი. შემდეგ მე ცომი კიდევ ერთხელ გავაბრტყელე და კიდევ ერთხელ გადავკეცე. რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველი პროცესია, რომელიც მოითხოვს მხოლოდ 5 წუთს. ცომი მოათავსოთ კიდევ 9 საათით მაცივარში. აქ განახებთ გადაუკეცავი და გადაკეცილი ცომის სტრუქტურას. კარგად გაციებული ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და ფქვილის დახმარებით გააბრტყელეთ. შეეცადეთ, რომ ოთხკუთხედი ფორმა შეინარჩუნოთ. ჩემთან ცომი წონდა დაახლოებით 220-დან 250 გრამამდე. მე ცომი გავაბრტყელე ჩემი გამოსაცხობი ფორმის მიხედვით. ჩემთან როგორც ხედავთ, სანტიმეტრები არის მონიშნული. ცომს გადმოვახევ შემდეგ საგლინოლაზე. გადავიტან გამოსაცხობ ფორმაზე, რომელსაც მოვასხურე წყალი. ცომი რომ ძალიან არ გაიბეროს, დავჩხვლიდე ჩანგლით. და გამოვაცხო წინასწარ გახურებულ ღუმელში 220 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. როგორც ხედავთ, ჩემი ცომი უკვე გამოცხო, ფენოვანი ცომი. ახლა კი გავაგრძელებ გამოცხობას და მე გამოვაცხო დაახლოებით კიდევ 4 ფენა. ერთი ფენა გამოვაცხე უფრო პატარა, ზემოდან მოსაყრელად. დავიწყებ ნამცხვრის აწყობას, რისთვისაც კრემს წაусმევ ნამცხვრის დასადებზე. კრემის ვიდეო რეცეპტს იხილავთ ჩემს არხზე. ფირფიტა მოვათავსე ნამცხვრის დასადებზე, შემოვაჭერე გვერდები და მოვათავსე კრემი ზემოდან. კრემი გადავანაწილე თანაბრად და ვისაც ხრაშუნა ნაპოლეონი გიყვართ, კრემი არ გაუკეთოთ ბევრი. ჩემ შემთხვევაში არის მოხარშული კრემი. კრემს ზემოდან მოვათავსებ მეორე ფირფიტას, რომელსაც ამოვატრიალებ. და ზედაპირს მოვაქცევ ქვემოდან. ასე უფრო მარტივია ნამცხვრის დაკრემა. და ფირფიტებს დააწექით ზემოდან. როდესაც გაათანაბრებთ, მოათავსეთ ზემოდან აქაც კრემი. შეეცადეთ, რომ ფირფიტებს ჩამოაჭრათ უსწორმასწორო გვერდები წინასწარ. მოვათავსებთ კიდევ კრემზე ზემოდან ფენოვან ცომს. დავაწვევით თითებით კარგად. რადგანაც ზემოთა ნაწილი, რომელიც ქვემოდან მოვაქციეთ, არ არის თანაბარი და ამიტომ ჭირდება გათანაბრება. მე სულ ნამცხვარს გავუკეთე 5 ფენა, თქვენთვის თუ ეს ძალიან მაღალია, გავუკეთეთ 4 ფენა. ნამცხვარი მოვათავსე, შემდეგ მაცივარში ცოტა ხნით, გახდეს უფრო სტაბილური. და შემდეგ კი დავიწყე უკვე ზემოდან დაკრემვა. თუ თქვენ ძალიან ხრაშუნა ფირფიტები გინდათ, დაკრემეთ ცივი კრემით და არა მოხარშული კრემით, რადგან მოხარშული კრემი შეიცავს ბევრ სითხეს და სითხე არბილებს ფირფიტებს. და მირთმევამდე დაახლოებით 2 საათით ადრე დაკრემეთ ნაპოლეონის ნამცხვარი. ნამცხვარს მე დავკრემავ გვერდებშიც. წინასწარ ჩამოჭრილი ფირფიტები და გათანაბრებული უფრო მარტივია გასალესად. ნამცხვარს არ ჭირდება ძალიან ბევრი გალესვა, რადგანაც შემდეგ უნდა მოვაყაროთ ზემოდან და გვერდებში დაფშვნილი ფირფიტები. კარგად გამომცხარი და გამომშრალი ფირფიტა დავფშვენი მე. თუ კი ფირფიტა არ არის კარგად გამომცხარი, ის არის ჯერ კიდევ
სველი და ამიტომ მისი დაფშვნა გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ მოათავსოთ კიდევ ღუმელში და გამოაცხოთ ცოტა ხნით. დაფშვნილ ფირფიტებს მოვაყარე ზემოდან შაქრის პუდრა. აური ერთმანეთში რომ შაქრის პუდრა კარგად გადანაწილდეს, გამზადებულ ნამცხვარს მოვაყარე ზემოდან. თუ რა რაოდენობით დაფშვნილ ფირფიტებს მოაყრეთ ზემოდან, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. დაფშვნილი ფირფიტები მოვაყარე გვერდებშიც. ეს შეგიძლიათ მოაყაროთ ხელით, ან გამოიყენოთ ბრტყელი საგანი. ყარეთ ყველგან, ისე რომ ცარიელი ადგილი არ დარჩეს. გამზადებული ნამცხვარი მოათავსეთ მაცივარში ყველაზე ცოტა 2 საათი. დაჭრის წინ მე მოვაყარე კიდევ შაქრის პუდრა ზემოდან. და დავჭრე ნაპოლეონს, განახოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. ჩემთან ნამცხვარი ნაპოლეონი იყო ზომიერად ხრაშუნა. დავჭერე დაახლოებით 12 საათის შემდეგ. როგორც ხედავთ, ესე გამოიყურება გემრიელი ნამცხვარი შიგნიდან. როგორც ხედავთ, ესე მარტივად მომზადდეს გემრიელი ნამცხვარი. მოსინჯეთ, გამოაცხოთ. მე კიდევ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს აგიტოვებთ როგორც ყოველთვის დაბლა ინფობოქსში.